ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი, რომელსაც წარმოგიდგენ ჩალვა რამიშვილი, დაცი გრძელიშვილი და მეტიანა ტრაპაიძე. მოგესალმებით ვიფას ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევი დღეა, შაბათ-კვირე მოდის. დიდი მადლობა ეხლავე მინდა მოუხადო დავით უმადლობების კასკადი დაცი გრძელიშვილის მიმართულებით გაუშვა, იმიტომ რომ ერთი 5 დღეა გმირულად ჩვენთან ერთად უხელფასოდ იჯდა და წევდა ჭაბანს. დღეს მადლობა თქვენ რომ მომეცეთ ესეთი უნიკალური შანსი. დღეს გვაქვს გრანდიოზული დღე დავანონსებ, მაგრამ არ გადართოთ, ისაც არ გადართოთ, როცა ჩართავთ, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ვამბობ, რომ ნანა კაკაბაძემ გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები, ჩემი აზრით. შემდეგ ატყდა ამაზე, ატყდა ერთი ამბავია Facebook-ზე და ყველგან LGBT შემადგენლობა დაირაზმა დანახწინამდე, ნანაც გვეყოლება დღეს და LGBT შემადგენლობის LGBT gay bisexual მაიცა ტრანსვერსი, დაახლოებით რა. ანუ ეს არის არასამთავრობოთა მთელი წყება და ეს ადამიანები ორგანიზაცია იდენტობა, რომელიც მუშაობს ამ ადამიანებს კუთვნილების და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება დღეს ეთერში და ასევე ნანა კაკაბაძეს. მაგრამ სანამ ეს ამბავი და ფეერვერკი დაიწყება, ველაპარაკებით დაცის და შენს და რა ხდება, აბა კარგი, მე წაგიკითხავთ ამერიკის ელჩი ძალიან ასე ვთქვათ, მოდაში იყო მთელი კვირა ამ ეთერში და მე მის აქტუალური იყო, მე მის ბოლო განცხადებას წაგიკითხავთ, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წელს ეძღვნება ჩვენს თვალწინ საქართველო ახალ ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან მსოფლიო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში გლობალურ კონტრიბუტორად და რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყანად იქცა. საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია, როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა და ამერიკელნი ამაყნივად ვართ იმ წვლილით, რომელიც ჩვენმა ხალხმა საქართველოს განვითარების საქმეში შეიტანა. ეს არის მისი განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა სააგენტოების საშუალებით. ნუ ესე იგი, თუმცა იქვე იყო კვლავ არჩევნებთან დაკავშირებული დათქმა, ესე ვთქვათ. არა, ეს ბასის განცხადება იყო არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს სხვათა შორის სააგენტო ინტერპრესმა გავრცელა რიჩარდ ნორლანდის განცხადების ერთი ფრაგმენტი, რომელიც გუშინ არ გავრცელებულა, სადაც ასევე საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, კორუფციასთან ბრძოლაში და ასე შემდეგ, მაგრამ იქაც იყო დათქმა, რომ არჩევნები საქართველოს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ გააცნობიეროს პირველი მშვიდობიანი და სრულად დემოკრატიული გადაცემა ძალაუფლების. ალბათ ძალიან საინტერესოა სიტყვა პირველი. მე მგონი რომ ხელისუფლებას ძალიან აწუხებს რიჩარდ ნორლანის და ბასის განცხადებები. ეს არის პირდაპირ სიგნალი იმის, რომ ისეთი მხარდაჭერა, როგორც იყო 2008-ში არ იქნება. ცდილობენ შეზუსტებას ამ დარტყმის, თუნდაც აი იმ განცხადებებით, რომ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა საოცარი განცხადება. ამ განცხადებასაც მანდ დაჩიმაც ვას თქვა. საოცარი განცხადება გააკეთა და ხო იცი რომ ესო კაცო ისე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში რაღაცას სტორიკ ნომერს არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ანუ სენატში მიმდინარეობს ელჩის კანდიდატურის განხილვა და ეს არ არის პოლიტიკური ხა ზოგადად შალო შენალბათ არიც მიაგიხსნი სენატი ხო იცი რა სენატში ჭორაობენ. სენატი არის ადგილი სადაც არის მოცლილი ხალხი და სავარაუდო სადაც ინგლისურში მეცადინეობენ ხოლმე და რაღაც ხარჯებს ითვლია კალკულატორებზე და რაღაცებს აკეთებ თამაშობენ კიდევ. ესეთი გამოდის რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სენატში მიმდინარე დებატებს ელჩის დანიშვნისა, როცა სენატორები ნიშნავენ ელჩს უწოდებს არაპოლიტიკური დატვირთვის მქონე რაღაც ჭორაობას. აი ეგრე გამოდის, ხო? ესე გამოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სხვათა შორის ამ სენატის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მთელი სერიოზულობით უდგებიან ამ საკითხს, იბარებენ ამ ხალხს, ანგარიშთხოვენ, დერეფაში ხوارი ლაპარაკები, გეგმებზე ასაუბრებენ და ასე შემდეგ და თურმე ეს ყოფილა აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ეს ადამიანი ჯერ დანიშნული არ არის, სხვათა შორის საინტერესოა, მე თავად ვეცადე გადამემოწმებინა, რომ ჯერ არ არის ცნობილი არჩევნები, რომელი ელჩის პირობებში ჩატარდება, ძველის, ახლის თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის. სხვათა შორის ეს ალბათ როგორც ჩანს, უფრო სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაზე იქნება უფრო მეტად ხო, ისედაც საშუალო ოქტომბერში თავდება უფლება მოსილება ჯონბასზე. შეიძლება ისიც მოხდეს, რომ საერთოდაც არ იყოს ელჩი, იყოს მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ იგივე თქვათ მისის ხელმძღვანელიც არანაკლები კაცრი დამოკიდებულებით გამოირჩევა იგივე დემოკრატიის მიმართ, საკითხის მიმართ საქართველოში, ვიდრე თქვათ
ну ფაქტია რომ დღეს ხო ძალიან საინტერესო დებატები შედგება სიჯინავა გააკეთებს თია ძალიან კარგი არგუმენტები გელით დავით დარჩიაშვილსა და თინა ხიდაშვილს ხო და ეგ ამაზე იქნება საუბარი ფაქტია რომ დარჩიაშვილს წაგებას უწინასწარმეტყველებ იმიტომ რომ არ არსებობს არგუმენტი ვაშაძემ რას თქვა იმ პოზიციას თუ მიაწვევებიან იქნება ძალიან სამარცხვინო სასაცილოც არა უკვე სამარცხვინო ეს ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრია ხო ხოთაშორის საინტერესოა რომ რამდენიმე ადამიანი ასე ვთქვათ ესეთი მკვეთრი განცხადებებით არ გამოირჩეოდა ხელისუფლებაში მაგრამ წინა საარჩევნო პერიოდში ალბათ ყველას მოუწევს გარკვეული მკვეთრი ესე ვთქვათ დასამახსოვრებელი განცხადებების კეთება მაგალითად როგორიც ლევან ბეჟეშვილს მოუწია კაცო საგარეო საქმეთა მინისტრი თუ არის ეგა საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ლაპარაკობს რომ სენატში თანაც რა თემაზე ელჩთან გასაუბრების თემა ყოფილა იგი ამ შეკითხვებს უბრალოდ პასუხობდა და შესაბამისად ამ სიტყვებს ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს რას ნიშნავს ჯერჯერობით რას ნიშნავს პოლიტიკური დატვირთვა ამერიკა საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები ემყარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ეს არანაირად არ არის დამოკიდებული ელჩის ფიგურაზე ეს დამოკიდებულია ორი ქვეყნის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პოლიტიკურ კურსზე და როცა ჭირდებათ ელჩის სიტყვებს აფრიალების უნდა უკრავდა და ეთერში და როცა ჭირდებათ კაცო ეს თავის რაღაცას ლაპარაკობს. ნუ აქ აშკარად 2 მაგ სტანდარტთან და 3 მაგ 5 მაგ სტანდარტთან აქვს საქმე და ეს ამერიკის ადმინისტრაციის და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია არის სერიოზული პრობლემა სააკაშვილის. კარგი, დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თქვათ ფარგლებში სემინარი გაიმართა თბილისში ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა ეს არის ევროკავშირის სპეციალური პროგრამა რომელიც არის აღმოსავლეთის მეზობლებისთვის 6 ქვეყანა შედის საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი გვასწავლიან ამას ანუ რას შვებიან ისინი გვეხმარებიან და ეს არის ესე ვთქვათ შუალედური პროგრამა იმ ქვეყნებისთვის რომლებიც თუ კარგად მოიქცევიან აქვს შანსი რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში მე ვესწრებოდი სხვათა შორის ერთ-ერთ ბოლო სამიტს რომელიც ვარშავაში გაიმართა და იქ იყო ესეთი დათქმა რომ მეტი-მეტისთვის ახალი პრინციპი ამოქმედდება აი ამ აღმოსავლეთის მეზობლების მისამართით ანუ თუ ეს ქვეყნები უფრო მეტს გააკეთებენ დემოკრატიის განვითარების საქმეში მეტ დახმარებას მიიღებენ და სხვათა შორის წინა სამიტებზე და ძველად იყო სულ საუბარი რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ და ბოლო სამიტზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო აკრიტიკებდნენ ბელარუსს და უკრაინას იულია ტიმოშენკოს გამო და არ ახსენებდნენ საერთოდ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს. საერთოდ არ ახსენებდნენ, ანუ არც ნეგატიურ და არც პოზიტიურ კონტექსტში და მაშინ მე მახსოვს დავწერე ინტერპრესისთვის მუშაობდი ესეთი რეპორტაჟი ლუკაშენკოზე უკეთესი, ანუ ამ სამიტიდან დამჩა მე შტაბ-ეჭდილება რომ ჩვენ ვიყავით ლუკაშენკოზე უკეთესი. ხო, ჩვენ არ ვიყავით კარგები, არც ცუდები, აკრიტიკებდნენ ლუკაშენკოს, ჩვენ ანუ გამოდიოდა რომ ჩვენ ვიყავით ლუკაშენკოზე უკეთესები. ეს პრობლემა არის, რა თქმა უნდა. უკვე იქცა ფთოსამ ფრაზად რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი ნატოში რომ შეხვდნენ დემოკრატიული უნდა იყოს და ამ არჩევნებს ეს გუშინდელი სენატში გაკეთებული განცხადებებით იმეორებენ ალილუიასავით რომ ეს არჩევნები უნდა ჩაატარო კარგად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა სწორედ ამიტომ დაიწყე ამ კონფერენციაზე საუბარი გააკეთა განცხადება რომ საქართველოსთვის დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება მომავალი არჩევნები და მან თქვა რომ დემოკრატია 24 საათში არ მიიღწევა და ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყდეს დაჩი მაინტერესებს დემოკრატია მე ვფიქრობ მაგალითად ჩემი ესეთი ძალიან სუბიექტური აზრია რომ დემოკრატია 24 საათში მიიღწევა არა ვერ დაგეთახმები სხვათა შორის დღეს მქონდა შეხვედრა ბატონ დიმიტროვთან ეს არაფორმალურ გარემოში მართალია ხო ვერ ვიტყვით რომ ახლა ეს და მეც ყველაფერს ტყუეს თუ ვიტყვით მაგრამ მისი დამოკიდებულება იყო სწორედ ესეთი იყო მთლიანად ეს თქვა ამ პათოსით გაჟღენთილი რომ დიდი ლუპით დააკვირდებიან აი ამ არჩევნებს და ეს არჩევნების მიმდინარეობა იქნება გადამწყვეტი ბევრი რამისთვის. ცხონებულმა ჯამმა თქვა დემოკრატია ლობიობა არ არისო, გახსოვთ და ხო, რაც შეეხება აი 24 საათს იოლი თემა, მაგრამ 24 საათში შეიძლება მიაღწიო თუ კორუფციის დამარცხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მართლაც შეიძლება არა 24 საათში, არამედ 1 წუთში მიაღწიო. რა არის დემოკრატია? იცით რა არის? ხალხო დემოკრატიის მიღწევაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებმა რა გზა გაიარა, არც თუ სხვათა შორის ძალიან შორეულ წარსულში იქ ხდებოდა საოცრებები. ყველა ბევრი კუთხით. იგივე თქვა ევროპის ქვეყნებმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დემოკრატია შეიძლება არ გქონდეს 24 საათში, მაგრამ უნდა იყოს რაღაცა ტენდენციები დემოკრატიისკენ შეუქცევადი მოძრაობა. კალღებზე მუდამ საუბარი ძალიან მარტივია მე მაინც. საუბარი არა. რეალობაში მე მგონი რომ დემოკრატია, მე ესე წარმოვიდგინე დემოკრატია. აი დაუშვათ მიშა გადემოკრატ და ან აღარ არის. გათენდა დღე უმიშოთ. რა ხდება?
რუსთავი 2-ის იმედის პირველი არხის საინფორმაციო ხელმძღვანელებს არავინ არ ურეკავს, ხო ის აუცილებლად. არ რეკავენ. ანუ უკვე პირველი დღე დამნეულებია და მე ნელა ეს ხო იცი ბოროტ ზღაპრებში რო არის ბოროტ ძალისგან რო განთავსებულებიან ზომბები და ადამიანებად რო გადაიქცევენ ხედავთ რომ გავიდა რაღაც პროპაგანდისტული სიუჟეტები კი არა სხვა სიუჟეტები მოსამართლეს რომ ფულს არავინ არ უხდეს ხო ეგ ცუდია მოსამართლეს არ ურეკავს არავინ ანუ ტელეფონზეა გაიგე ყველაფერი დამოკიდებული დემოკრატია არის როცა ტელეფონი მხოლოდ მე ვფიქრობ რომ იმაზე საუბარებ ჩვენ რაღაც დემოკრატიის პროგრესში ვართ და რაღაც ტალღაში ვართ ამ მესამე მეოთხე ეს არის მაინც მგონია რომ სიმულაციაა და ეს არ არის რეალობა სხვათა შორის ჩემი აზრის ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია პაატა ქურდაძემ წერალი რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს ერთხელ ცხელ შოკოლადში წავიკითხე მისი წელი სადაც ამბობდა რომ ის რომ საფრანგეთმა და ევროპულმა ქვეყნებმა 300 წელი გაიარა შენთვის არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ სულელი როგორც ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს, ანუ შენ შეგიძლია უკვე ეს გავლილი მიიღო. ხომ ვისწავლეთ, წვალეს გადასვლა, ხომ ვისწავლეთ და ციტაზე გაჩერება, ღვედის გაკეთება, ხომ ვისწავლეთ. ძალიან მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც იმედია მოვა ქვეყნის სათავეში, არ ჩაერევა მთელი რიგი ინსტიტუციების საქმიანობაში. კიდევ ერთხელ არ დაურეკავს პროდიუსერებს, არ დაურეკავს მოსამართლეებს, არ მივა ბიზნესმენებთან და ფულს არ წარქმის, მაგრამ აქ არის ერთი რამეს მინდა მივაქციოთ ყურადღება. აქ არის ერთი პრობლემა, რომელზეც არ შემიძლია მე არ თქვა. შეიძლება მოხდეს ისე, არ მინდა ახლა ყვავის ყრანტალივით გამომივიდეს, რომ რაღაცეები წესრიგის მხრივ აირიოს. ანუ მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება ძალიან კაცრი დირექტივა ნულოვანი ტორილანტობის შესახებ, იმ მოსამართლეს პროკურორმა ვერ დაუდგითოს, რომ დამნაშავე არის დამნაშავე. ამერიკაში ეგრეა, ბევრი დამნაშავეს ვერ სვავენ, იმიტომ რომ კარგი ადვოკატები ყავს. შეიძლება ესე მოხდეს. შეიძლება გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალები, თუ მათ თავისუფალ დინებაში ჩაუშვებთ, რომლებიც არ მოგწონს ზოგიერთს. ანუ როგორ გითხრა, იცი, აი კარგად მინდა რომ გაიგოთ, რაღაცა წესრიგი რაც შეიძლება ვიღაცას ხიბლავს. დაირღვე რომ დემოკრატია მაშინ ახლა შენ იქითკენ მიდიხარ რომ ამ სიტუაციაში როდესაც ჩასაფრებული არის ამ ხელა ხახადაფჩენილი ურჩხული შეიძლება ესე ითქვას ტერი 40 კილომეტრშია და ის ამ ყველაფერს უყურებს და ეს კაცრი ხელი რო აღარ იარსებებს შემოშალვა და ის რო შეგინან რო აურევს ამ სიტუაციას და შემოუშვებს ახალ პოლიტიკურ ძალებს არა მარტო ძალებს აი მაგაზე ძალიან კონკრეტული შეკითხვა არ გვეშინია იმ შემთხვევაში როდესაც ხელოვნურად ხდება ამ ახალ პოლიტიკური ძალების თუ სხვა წესრიგის უზრუნველყოფა მომენტალურად შეიძლება რაღაცა წესრიგი მყარდება, მაგრამ ასეთი წესრიგი თლიან სისტემას ფითავს და ბოლოს მხიფია. ურთიერთ ბალანსზე სხვა ჯგუფის ინტერესებზე აწყობილი წესრიგი, რაც არის დემოკრატია, შეიძლება მოკლევადიანად რაღაც გარკვეულ ქაოსს შეიცავდეს, იმასთან შედარებით, რასაც ავტორიტეტი, მაგრამ უფრო სტაბილურია გაცილებით. მე ერთი მცირე ფრაგმენტს გავიხსენებ, გამახსენდა აჭარის არჩევნები, ჩემი ახლობელი იყო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და პატიაშვილი და შევარდნაძე იყვნენ საპრეზიდენტო კანდიდატები და ასლან აბაშიძეს, ანუ აჭარის მთავრობას არ ქონდა დირექტივა გაცემული, რომელი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი და 7 საათი უკვე უბნები უნდა დახურულიყო და კომისიის თავმჯდომარე ამბობდა რომ დამირეკეთ მითხარით არ ვიცი რა ვქნა, ანუ გაოგნებულები იყვნენ დირექტივის გარეშე რომ მოუწიათ არჩევნების ჩატარება და ეს არის დემოკრატია მომენტალურად. დამირეკეთ, ანუ ითხოვდა მომენტალური დემოკრატია. მეწმუნე ძალიან სწრაფად გაივლის და მე მაინც ჩემი აზრზე რომ 24 საათში მიიღწევა. უკვე მეორე შემთხვევაა დაჩი როცა ფორუმ ჯისუჩივიან პირველი ეს იყო კვირის პალიტრასთან დაკავშირებული ინციდენტი როცა გაყალბებული ვთქვათ ინტერვიუ დაიდო ეხლა ქუთაისში გამომავალ გაზეთში ემთხვა ეს დაიდო ინტერვიუ ვიტალი ხაზარაძესთან ია ბობოხიძე ჟურნალისტი თითქოს ხაზარაძეს პოლიტიკაში დაბრუნება უნდა და ბიძინას კარგად ვიცნობო და ესეთი ინტერვიუ იყო რაზეც ჩივის ეს კალბატონი ძალიან უცნაური დამოკიდებულება აქვს ფორუმზე ოპტაგან ზოგიერთს ხო პოსტავ ზოგიერთ მოქალაქეს ესე ვიტყოდი ისინი აცხადებენ რომ აი ამეებით იზღუდება მათი თავისუფლება ეს მოდელირებული სტატიები არის მათი თავისუფლების ნაწილი თავისუფლებას ვერ მაგრამ თერი სერიოზულობით ეს ხალხი მიაწერო ქვემოთ მოდელირებულია და წერო რამდენიც ან თავის სახელი დაწეროს კაცო ადამიანის სახელით აგენ გამოაქვეყნეს ანუ ვიტალი ხაზარაძე რეინკარნაცია უკითხოთ იმ კაცს უნდა ბიძინასთან ივანიშვილთან ურთიერთობა როგორც ვიცი სოიოს ბიზნესშია და ძალიან კარგად გრძნობს და შეარგონ ის სოიო მერე გაალება იყო თავისი ადგილი და მე მგონი არც ფიქრობს ეკა ბესელიას
თან ეკაბესელიას გამონათქვამი გავრცელდა ინტერნეტში, სააგენტოებში, რომ ხელისუფლებას ოქტომბრამდე ნერვები ვერ გაუძლებს და არ გამოურიცხავ, რომ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ნუ ძალიან დიდი ამბავი არის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. იმიტომ რომ ყველაფერი მიუთით ეს კვლევის შედეგი, ბევრი რამ კიდევ რომ უნდა მისცენ წესით. უნდა არა, მისცენ, ხო? აი ეს იქნება გარდამტეხი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს იქნება კულების მიიღებს. ანუ ხალხში უკვე დამკვიდრდება აზრი, რომ მოიგო ბიძინა პირველი ეტაპი, ანუ წაართვეს მოქალაქეობა და დაიბრუნა. თუმცა იცი რა შალო, აქვე არის მეორე, არ ვიცი ხა საფრთხე რამდენი შეიძლება დავარქოთ, ცდუნებაც, იმიტომ რომ მანამდე ჯერ ახლა სანამ არ აქვს მოქალაქეობა, ის მაინც და მაინც ის გარკვეულწილად თვითონ შეიძლება თავსაც იზღუდავს გარკვეული პოლიტიკური აქტივობებისგან. აი გახდება რა დაუბრუნდება რა მას მოქალაქეობა უკვე შეიძლება ესე ვთქვათ რაღაც მუხრუჭის აშვების ცდუნების წინაშე დადგება ერთბაშად სასამართლოს განხილვისვა და 5 აპრილს მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღები ვადა იწურება 5 აპრილსო დღეს ეკაბესელიამ გააკეთა ეს განცხადება სხვათა შორის საინტერესო იყო რეზიუმე სტუმარი იყო აკაკი ბობოხიძე რომელმაც თქვა რომ მეო მივცემდიო სხვა საინტერესო რეპორტაჟი იყო გუშინ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში და იქ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი თუ არ ვცდები ამბობდა რომ იმ დარღვევებითო რაც მის პარტიას აქვსო, ამითო შანსი იმცირებს მოქალაქეობის მიღების. ჩემი აზრით ეს პირველი თუ არა ერთ-ერთი სიგნალია უარისთვის. ხო, მაგრამ დაუკვირდი, აი NDI-ის კვლევამ, რომელსაც ალბათ დაეყნობიან შემდგომში, ნაცები თუ კარგი რეიტინგი ექნებათ, თქვა ცალსახად რომ 70% ანუ უდიდესი უმრავლესობა ქვეყნის მოსახლეობისა მხარს უჭერს მოქალაქეობის ტენდენციები იყო კიდევ უმრავლესობა იცოდა რომ არსებობდა ესეთი პრობლემა მოქალაქეობისა უმრავლესობა მიცოდა ივანიშვილის აქტივობის შესახებ და ასე პირდაპირ აი ამ არგუმენტს ხო ვერსად ვერ წაუვიდა. შორის ლუის ნავარო იყო აჭარაში TV25-ის გადაცემა დიალოგების სტუმარი და იქ ბათუმელები რეკავდნენ სტუდიაში და ეუბნებოდნენ რომ შიში არის საზოგადოებაში და აი ამ შიშის პირობებში როგორ მიგაჩნიათ თქვენი კვლევები რამდენად არის ასე ვთქვათ რელევანტური კარგით და ნავარო პასუხობდა სწორედ მოიშველია ერთ-ერთი ეს 70% დასაქმებაზე ხალხის პროცენტები პრობლემებზე და თქვა რომ აი ასეთი კითხვე აი ამ პასუხებითაც ჩანსო რომ ძალიან გულწრფელი ეს იყო ანუ კითხვარის ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით თუ როგორ იყო შეკითხვა საოცარი რამ იყო უმეტესობა გულწრფელობა უმეტესობა თვლიდა რომ უმეტესობა თვლის ჩვენი მოქალაქეებისა რომ არის უმუშევრად და ასევე უმეტესობა თვლის რომ ქვეყანა სწორი მართული და მეორე მომენტი ნაციონალურ მაუწყებლებთან ნდობლობის საკითხი ერთის მხრივ და მეორე მხრივ დემოკრატიული პროცესების ამბავი სადაც უმრავლესობა შეუსაბამო მონაცემებია ხო და აი მან ჩანს კარგად გულწრფელობა და შიშის არარსებობა. თაჩი მე მინდა ასე ვთქვათ კიდევ რამდენიმე ამბავი იყო, მაგრამ ძირითადად არჩევნებს უკავშირდება და აი ამ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას და მე მინდა პალტრატივის ეთერში გასულ Google-ის სისტემაზე ვისაუბროთ, სადაც Google Translate-თან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა და მე ვთქვათ ცუდია რომ ვიდეოც არ გვაქვს ამისთვის მზად და იქნებ შენ მოგვიყვე რა ხდება. ხო არა ძალიან უცნაური ამბავი ხდება. თან ხა საინტერესო ამბავი რა იყო იცით რომ დამირეკეს და მითხრეს რომ კაცო ესეთი რაღაც არის შედიობა Google Translate.g ჩაულებრივი პროგრამა სადაც თარჯიმანი პროგრამა ესე ვთქვათ რა ხდება მე ვთქვათ აბაუ მითხრეს რაღაცა საშინელი ცუდი სიტყვა ნუ ყოველ შემთხვევაში ქართველი ესე ვთქვათ მენტალიტეტისთვის არ ვიცი ხა საფრანგეთში როგორ ფიქრობენ რანაირად ან სხვა ქვეყანაში როავკრიფ სიტყვა მიგდებს ეგრევე აქეთკენ ლევან გაშეჩილაძეს თარგმანში ქართულ თარგმანში ხო და სახში ხო ეხა გამოვთქვი რომ აჰ კაცო რა არის მეთქი ეს მიშელ სააკაშვილი ჩემი ბიჭი მეორება ეგრე არის ობა ჩვენ ნათელაშვილი აკრიფ და უარესი სიტყვა არა ნათელაშვილზე ამოდის ლეიბორ ხო და ოცნება ამოდის ივანიშვილს რატო ხდება რა სერჩია ხო და არ ვიცი ვერ ხოლმე ლევან გაჩიჩილაძე არის გაჩიჩილაძე ხო არ ვიცი ხა მე უბრალოდ აღარ გამითენები აღარ სხვადასხვა ცუდი სიტყვების მოსინჯვაში ქართული Google-ის წარმომადგენლობა არსებობს არ ვიცი არ არსებობს მე მგონი Google-ი არსებობს და ქართული არსებობს როგორ არის ვიღაც ქართველი ვისაც ამ კორპორაციის Google-ის წარმომადგენელია და მოდი მოვიკვიროთ ეგ თემა და კითხვა მოიწვიეთ ეთერში ძალიან საინტერესოა თავის ძალიან საინტერესოა კიდევ რამე საინტერესო ხომ არ გავხსელებულა დაჩი იქ სადაც შენ ხარ
არა, ბევრი არაფერი. სხვა შორის საინტერესო ამბები აწიველოდებით, უფრო და უფრო როცა. დიდი მადლობა დაჩი იმისთვის, რომ ეს კვირა დაგვითმე, 5 დღე იმუშავა ჩვენთან ერთად. უსასყიდლოდ და აბა შენიცი გისურვებ წარმატებას, შენს ტელევიზიას უსურვებ წარმატებას, ჩვენი კოლეგები და მეგობრები ვარ და მეგონი ერთ საქმეს ვაკეთებ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დაჩის და მაყურებელს რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ნანა კაკაბაძე და მაგდა კალანდაძე. ჩვენ ეთერში ვარ, ჩვენი გადაცემის სტუმარია ნანა კაკაბაძე. მე მინდა წავიკითხო გადაცემის დასაწყისში. ეს ობერშტურმანფიურერი, კაპატონი, ბაშისტი ნანა კაკაბაძე. როგორ უნდა მომესალმო? ახლა არ გვინდა ჯესტები ჩემთვის. მართლა ძალიან ცუდი განცხადება გააკეთე დედამომა. წავიკითხავ შავ. ძალიან განცხადება გააკეთე. კაპატონ ნანა, მე მინდა გავაცნო, იქნებ მაყურებელმა არ იცის რაზეა საუბარი. ასავალ დასავალის 19 დავიწყოთ იქიდან, რომ ეს განცხადება არ ყოფილა. ინტერვიუ და ფრაგმენტი 19-25 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ლიდერ ნანა კაკაბაძესთან. ინტერვიუში თქვენ აცხადებთ: მამათ მავლობის, ლესბოსელობის, ტრანსსექსუალობის პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. 121 მუხლში უფლებების დაცვის კუთხით გარკვეული უზუსტობები არსებობდა, ეს ძველად იყო ეს მუხლი, თუმცა მისასალმებელი იყო, რომ კანონი კრძალავდა მამათ მავლობის აგიტაცია პროპაგანდას. ამავე დროს არსებობდა სასჯელები. ალბათ არასწორია, რომ ციხეში ჩასვა ადამიანი თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ ნამდვილად დანაშაულია, როცა საკუთარ არაჯანსაღ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბრის საშუალებას აძლევ. მამათ მავალს პირადად მე მომხრევარ კანონმდებლობაში აღდგეს 121 მუხლი. თქვენ ადასტურებთ, რომ ეს არის თქვენი 121 მუხლი. ერთი წუთით შემოძვირფასო, თუ მომიწვია, მომეცი საშუალება, რომ მე გავცე პასუხი ამ განცხადებას. ჯერ თქვათ კითხვა არა და მე გააგზავნე. თქვი ეგა? არ გითხოვს. ეხლა დავიწყოთ თავიდან, რომ მე 121 მუხლის შინაარსი საერთოდ არ ვიცოდი და ამიტომ ვერც აღდგენაზე ვისაუბრებდი და ვერც გაუქმებაზე. მე ვთქვი, ერთ გეტყვი და 121 მუხლი უნდა აღდგეს. ეგ სიტყვები შენი პირიდან გამოვიდა და მის დიქტოფონში შევიდა? ასავალ დასავალის გოგოს დიქტოფონში. ერთი წუთი დამამთავრებინა თუ შეიძლება აზრი და მაგ პასუხსაც გაგცე. როდესაც მე ვკითხე ადამიანს, რომ ეს საერთოდ რომელი კოდექსის არის ახალი თუ ძველი, ჟურნალისტი პასუხობს, რომ არა, ეს იყო ძველი საბჭოთა დროინდელი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებდა პროპაგანდის აკრძალვას. მე ვთხარი, რომ პროპაგანდის აკრძალვა, როგორც მე მახსოვს, შეიძლება იყო კომუნისტების დროს, მაგრამ იყო აბსოლუტურად სხვა რაღაცა, რომ ამისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეებში, სიტყვასიტყვით შემიძლია ეს გავიმეორო, რაც თქვი, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი. რაც შეეხება პროპაგანდას და ასე ვთქვათ, პროპაგანდაში უფრო სხვა რაღაცაც იგულისხმება, ხო? არა პირდაპირ მნიშვნელობით პროპაგანდა, არამედ ხელშეწყობა, წახალისება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არ უნდა იყოს და ეს არის მიუღებელი და ამის დასჯადიც უნდა იყოს. არა, დასჯადი არასად არ პროპაგანდა არ უნდა იყოს დასჯადი. თქვენი ციტატა, ალბათ არასწორია, რომ ციხეში ჩასვა ადამიანი თავის სექსუალური ორიენტაციის გამო. ალბათ არასწორია. თუ არასწორია. ანუ დაშვებობა ალბათ. მე ვუთხარი ადამიანს, რომ ეს ალბათ არასწორია, შეიძლება ალბათ სიტყვა მე არ მახსოვს ამდენად ვიხმარო, თუნდაც რომ ეხმარა გულისხმობდი, რომ აი ესეთი საქციელი ალბათ თქვენ ფიქრობთ რომ არასწორია. ეხლა ხო თქვი რომ არასწორია. მე ეხლა კი არ ვთქვი. ზოგადად. მაგრამ აი ეხლა მე როცა ერთი წუთით რა ნუ შეეცდები რომ რაღაცა გადახ. ჩემი დისიდენტობის პერიოდში 7 საქმე მაქვს დაცული და 7 საქმე მაქვს საერთაშორისო დონეზე გადაცემული, რომ ესეთი ადამიანები სასჯელებს იხდიან მხოლოდ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო. ისე რომ ამაზე მოდი ამოვუწევთ, რომ ჩვენ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არანაირი სასჯელის მოთხოვნა არამედ სექსუალური ურთიერთობისთვის, არამედ ეხლა პროპაგანდაში. ეხლა გადავიდეთ თქვენ აღიარებთ, რომ ანტიჰუმანურია ეს განცხადება ორგანიზაცია LGBT საქართველოს ორგანიზაცია თქვენგან ითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას და აცხადებს, რომ თქვენი განცხადება იყო ჰომოფობიური და ანტიჰუმანური. ეს პოზიცია მაინტერესებდა შენგან პირადად და თქვენგან ორივესგან. რომ აი როდესაც თქვენ ამას უსმენთ ორივენი, რომ ეს არის ფაშიზმი და რომ ამაზე ბოდიშის მოხდა უნდა იყოს, იცით რა არის? უცბად ყურში ჩამესმა საიუზ ნერუში მი რესპუბლიკს. რას ნიშნავს? ესე იგი ადამიანს თუ აქვს, შენ უკან გაწერია, ანუ მე რო ვზივარ, ჩემს უკან აწერია სუბიექტური აზრი თქვენ გადა. ესე იგი ნებისმიერ ადამიანს თუ გააჩნია
აღნიშნია სუბიექტური აზრი, ეს თურმე შეიძლება ვიღაცა ერთი წუთი დამამთავრებინე მიაკრას იარლიკი, რომ ეს არის ფაშიზმი, ეს არის ბოდიში. ამას იხთხოდნენ კომუნისტები დისიდენტებისგან, რომ განსხვავებული აზრის გამო ან მოიხადე ბოდიში, ან თუ არ მოიხდი, იგი გაქცევ მარგინალად და დღეს იგივე პოლიტიკას, ვინც ატარებს დღეს ქვეყანაში, ეს არის ლიბერალი და ამის ხელშეწყობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ლიბერალიზმის. ხო, გეკითხები და მიპასუხებ. ეს კითხვა არ გაგიჩნდა, რომ რას ნიშნავს ფაშიზმი? ხო, მაგრამ თქვენი განცხადებაც ხომ არაჰუმანურია, ნამდვილად იმ ადამიანების მიმართ არაჰუმანური. პროპაგანდა. ანუ რას ამბობთ, რომ ისინი თავისთვის ჩუმად იყვნენ, საზოგადოების წევრები არ იყვნენ თუ რა? არაჰუმანური ქმედება არის ქმედება, რომელიც რაღაცა ზიანს, ამ ფიზიკურ ზიანს, ან რაღაცნაირ ზიანს აყენებს. ჩვენ აქ საუბარი გვაქვს არანაირსებელი ხომ არ არის გარემოში, რომელიც შეიძლება ჰომოფობიურია თუ არა, ამაზე შეგვიძლია ვიდეოთ, მაგრამ არ არის შესაძლოა ისეთი შეწყნარებლური. მოდით ჯერ ვიდეოთ იმაზე, რაზედაც მე შეკითხვა დაუსვი და გამცეს პასუხი და შემდგომ ამაზე გამაგებინე ეს იარლიკები შენ ადამიანს, რომელსაც სუბიექტური აზრის წამყვანად და თქვენ ორივე სუბიექტური აზრი. როგორ უყურებთ ამ იარლიკებს? რა არის ეს? პირველი. საბჭოთა კავშირია. შემეკითხე, ხო? ეხლა ცოტა ხანი მეც გიპასუხებ. პირველი. მე შენთვის ფაშისტი არ მიწოდები, ეხლა გავიხუმე ობერსტურმან ფიურერობაზე, თორე ფაშისტი არ მიწოდები. მეორე. ჩემი აზრით ეს განცხადება იყო ჰომოფობიური და რატომ? იმიტომ რომ შენ ლაპარაკობ აბსტრაქტულად რაღაც ჰომოსექსუალიზმის თუ აი ამ სხვა შენთვის მიუღებელი რაღაცების პროპაგანდაზე და ამ პროპაგანდის აკრძალვაზე. როცა ჩემი აზრით პროპაგანდა არ მიმდინარეობს, არ შეიძლება რომ პროპაგანდა მიმდინარეობდეს და შენ ვერ დამიკონკრეტებ თუ კონკრეტულად როდის, სად, ჩემი აზრით ვერ დამიკონკრეტებ, რა თქმა უნდა, მე არის შენი აზრი, მაგრამ ჩემი აზრით ხო არ არის. მაშინ მითხარი კონკრეტულად ქართულ რეალობაში ვინ როგორ კონკრეტულად რა მეთოდებით ახდენს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. შენ ისეთ შეკითხვებს სვავ, რომ რისი პასუხი შენ თვითონ ძალიან კარგად იცი. დღეს ახლა კონკრეტიკაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ საათებით, წუთებით, მეტრობით გაგიზომ. ერთი წუთით თუ შეიძლება რომ გაგიზომოს შენ ის რაზედაც მე ვსაუბრობ, ანუ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ტელეეთერით მიმდინარე აგიტაცია, პროპაგანდა, ანუ უფრო სხვა სიტყვა მინდა ვიხმარო, მაგრამ ქართულ შესაძვის. ქართულ შესაძვის ვერ პოულობს. ახალისება არ მიყვარს. ახალისება სად ნახე? ერთი წუთით მაგალითი ნანა გამამთავრებინე და ჩემს აზრს გეუბნები. მე არ მინდა კონკრეტული გადაცემები დავასახელო, იმიტომ არა რომ ამ გადაცემების დასახელება არ შემიძლია, იმიტომ რომ არა მაქვს სურვილი დღეს რომელიმე გადაცემის ან რეიტინგის დაწევის, ან რეიტინგის აწევის. მე გეუბნები რომ ჩემი სუბიექტური აზრია. და არა მარტო ჩემი სუბიექტური აზრი, თქვენს ეთერში შეგიძლიათ ჩაატაროთ გამოკითხვა, სადაც დაინახავ, რომ ამ ჩემი სუბიექტური აზრის მხარდაჭერი არის უზარმაზარი ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც აქვს განცდა აქვს და ჩემს არასწორი განცდა აქვს. მე შენი აზრი შენ პროფესიონალი ხარ. ერთი წუთით, ეს არის საგანი, რომელზედაც შეიძლება ადამიანებმა იდაოს. მაგრამ ეს არ არის საგანი, რომელიც გამოცემ ადამიანებს შეიძლება მიაკერო იარლიყები. ეს იარლიყების მიკერებაა დღეს საქართველოში პრობლემა. კი, არა, შენ ეს მოისმინე ძალიან მშვიდად და არ გაგიჩნდა კითხვა, რომ რა არის ფაშიზმი. ანუ ნინია კაკაბაძის განცხადებაზე ხართ გაბრაზებული. არა მარტო ნინია კაკაბაძის, ეს მხოლოდ ნინია კაკაბაძის კი არ არის. პასუხი თქვენს ამის უკან დგას მთელი შემადგენლობა ეგრეთ წოდებული ლიბერალებისა, რომელსაც სიტყვის მნიშვნელობა. დღეს ხელისუფლება აკეთებს რას? ეს ლიბერალობა კი არა, ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა. პირდაპირ უნდა თქვა რაც არის. იმიტომ რომ დღეს ხელისუფლება აკეთებს რას? აკეთებს იმას, რომ ყველას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს და იმ სახელებს, რომელთანაც რაღაცა ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგივებული, დაუკარგოს მნიშვნელობა. მაგალითად, ერთი წუთი დამამთავრებინე რა, ძლივს მომეცა საშუალება, რომ ამ კითხვაზე და საერთოდ ამაზე გავცე პასუხი. დაუკარგოს მნიშვნელობა, ისეც როგორიც არის, უნდაც პატრიოტიზმი და პიონერთა ბანაკებს დაარქვა პატრიოტული ბანაკები და პიონერებს დაარქვა პატრიოტები და ის რაც იყო
პატრიოტი საერთოდ გაქრა იმათ რა ქვია იმ ადამიანებს ვინც იყო და 2008 წლის ომმა გვაჩვენა რომ ეს შემთხვევით კი არ გააქრეს იმიტომ რომ აი ამისი შესაძლებლობა და ამისი ქმედების უნარი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია და ამიტომ ეს გააქრო ეხლა რაც შეეხება ლიბერალიზმს ეს ლიბერალიზმი ისე კი არ არის რაღაცნაირად რომ ვაიმე ვიღაცამ ამასაც ეს არის გარკვეული პოლიტიკა მე რა თქმა უნდა ეხლა დღეს არა ერთი წუთით პოლიტიკას გულისხმობ ხელისუფლების მხრიდან და დამამთავრებინე რომ დამამთავრებინე თუ შეიძლება რა შალვა და როდესაც მითხარი რამდენი წუთი მაქვს ჩავეტევი და მე ძალიან გაქვს ეს არის პოლიტიკა ხელისუფლების რომ ის რაც რისი მარგინალიზებაც უნდა ის რისი იმას აი ესეთ მდგომარეობაში აქცევს რასიჟაც დღეს არის ლიბერალიზმი ჩავარდნილი მაგრამ მე არ მინდა ეს ყველას შეეხოს და მე უამრავი მეგობრები მყავს მე და შენ საერთო მეგობრები ყავს თუნდაც ლელა გაფრენდაშვილი რომელსაც ახლა ბევრის გვარების ჩამოსვლას არ დავიწყებ იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები რომლებიც მართლა ღირებულებებზე აპელირებით არიან ლიბერალები მაგრამ ის ადამიანები რომლებიც ამ განცხადებასთან რა კავშირია რომლებიც ლიბერალობის მანტიით გამოდიან და განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო იარლიყებს აწეპებენ ადამიანებს და იძახიან, რომ მე ეს აზრია, როგორ მე გინდა იმას, რა ქვია, ნინია კაკაბაძეს გინდა ვინმე სხვას ვეტყვი, რომ შენ ჩემგან განსხვავებული აზრი გაქვს. მე ვარ უმრავლესობა და უმრავლესობის მართლობაა შენი ჭირიმე დემოკრატია და უმცირესობის მართლობა რაც არის შენ ჩემზე კარგად იცი რომ ეს არ არის დემოკრატია და ეს არის ტოტალიტარიზმი შენ მე მეუბნები რომ უმრავლესობა კი არ უნდა მართოს საზოგადოება თურმე უმცირესობამ უნდა მართოს საზოგადოება მე შენ არ გეუბნები რომ ამისთვის ბოდიში მოიხადო იმიტომ რომ ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება ისევე როგორც ამ აზრს აქვს არსებობის უფლება და შენ მე ამ აზრის გამო რომ შეიძლება ეს აზრი არის მცდარი შეიძლება ეს აზრი არასწორია. შეიძლება თქვენ ამაზე სხვანაირად ძალიან ხშირად უმრავლესობა ეს შეიძლება აზრი ძალიან უხეშია თქვენ ალბათ არასწორია ციხეში ჩასვა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის გამო ანუ ალბათ ეს არის დაშვებობა რომ დიანა აბსტრაქტული ლაპარაკი მიდის და აქ არ მინდა ამას შევიდე ძვირფასო ნანა პროფესიონალი ხარ ამ ფაშისტო ნანა ფაშისტო ნანა ობერტ უმარკინანო ნანა ხუმრობის გარეშე გეკითხები ეხლა მე მიჩვევი ვარ აგენტო ნანა ფაშისტო ნანა ისე რა ქვია აგენტო ნანა და ჯერ იყო ნანა ჯასტ ნანა მომისმინე შენ ხარ პროფესიონალი გეკითხები და უნდა გამცე ამაზე პასუხი ამაზე არ გამოვა ისე რომ არ გამცე იცი რატო გეკითხები რატო არ უნდა გაკეთო ეხლა გეტყვი რა შენ იძახი რომ პროპაგანდა არის დაუშვებელი და პროპაგანდა ჰომოსექსუალიზმთან მიმდინარეობს ძალიან გთხოვ მეგობრულად გთხოვ კონკრეტულად სად ნახე საქართველოში რომ მიმდინარეობს მითხარი ხელისუფლებაზეც მეანიშნებ რომ ის რაღაცა კონკრეტულად მეკითხები ეს არის თუ არა მაესტროში ამის არა რა შუაში სად არის მე გეუბნები რომ ყველა სახელისუფლებო არხებიდან რა რომელი ჩემი აზრით ნუ ახლა როგორ გითხრა არ მინდა და კონკრეტება კონკრეტული გადაცემა მაშინ ვერ მივიღებ არა რატო ვერ მიიღებ ამას ჩემი მაშინ თუ ვერ მიიღებ ამას მოდი ჩავატაროთ მეთქი საზოგადოებრივი აზრი არის თუ არა საზოგადოება ამ აზრზე რომ ან საზოგადოება ბევრ სხვა აზრზე იყო საბჭოთა კავშირში კვლევა რო ჩაგეტარებინა ისეთ საშუალებებს იწოდდნენ საბჭოთა კავშირში რო ჩაგეტარებინა სხვა არის შენ რო ჩაატარებინა ჩვენი საზოგადოება არის მეტწილად ამ კომპლექსით დაავადებული რომ გვიტევენ ჰომოსექსუალები გვიტევენ მასონები და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხო არ არის შეთქმულების თეორიებსა და მილდეკილ საზოგადოებაში კვლევებს რო ჩაატარებს არასწორ ჩემი აზრით მიუღებელია ერთი შეკითხვა მაქვს ასე შენ გეკითხები მე მქონდა თუ არა ამისი აზრის ქონის უფლება ხო და არა გეკითხები შენ მეუბნები შენ მე დავები რომ შენი აზრი შეცდომა ეს არ მიმდინარეობს ხო ამას მეუბნები შენ და იმის შენი სიმართლე რომ დაამტკიცო თავაზობ რომ კონკრეტული მაგალითები მიხსენ არა მე არ ვაპირებ ამ შემთხვევაში სიმართლეს მაგრამ რა ვქრე ხა კონკრეტული მაგალითებს არ სიმართლე დამტკიცებულია მე უბრალოდ რამაც გეუბნები მაქვს თუ არა ამ აზრის ქონის უფლება მითხარი მე მაქვს უფლება რომ შენას უწოდო არაკომპეტენტური სანამ შენ არ მეტყვი კონკრეტულ მაგალითებს არაკომპეტენტური კი არა შენ შეგიძლია უწოდო არასწორი მიუღებელი შენ შეიძლება უწოდო ყველაფერი, მაგრამ როდესაც მაგრამ მე სხვა რამეს გეუბნები, როდესაც შენ იზიარებ აქ იმ აზრს, რომ ეს არის ფაშისტური და შენ გაყოფნის განათლება იმისა, რომ იცოდე რა არის ფაშიზმი და მიუხედავად ამისა, კითხვას არ სვავ, რომ რაში გამოიხატა ფაშიზმი, ანუ როგორ შეიძლება ამ იარლიკის მიკერება ადამიანისგან, რომელსაც ლიბერალობის პრეტენზია გაქვს. რას ერჩი ამ ლიბერალს? ჩემი შეცდომა იყო რა, გინდა გითხრა. და ერთი წუთი. გინდა გითხრა, შეცდომას რა არის? ისე იძახის, რომ მოიხადე ბოდიში
ბოდიში ვინ ახარ შენ რომელიც ეუბნები ადამიანს ერთი წუთი რა მინდა გითხრა იცი ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა მეტნაკლებად კი მეტნაკლებად ამ მიმართულებით როგორი ქვეყანაა დემოკრატიული ჩვენთან შედარებით შენ იცი ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია რეიგანის პოზიცია ამ საკითხისადმი იცი და რა თქმა უნდა ყველა რესპუბლიკელის პოზიცია ვიცი არა მარტო არა რეიგანის პირადი გამონათქვამები თუ იცი მე მოგიტანი აქ და ამიტომ მაინტერესებს დაახლოებით ვიცი რომ როგორი იყო და როგორი კონკრეტულად არ ვიცი მიმართულება ვიცი არა მიმართულება იცი მაგრამ კონკრეტული გამონათქვამები არა ამიტომ მე რომ აი ვიღაცა ესეთმა ადამიანებმა მსგავსი იერლიკები ჩემთვის ძალიან უაღრესად საპატივცემო პრეზიდენტ რომელმაც ერთი წუთით არა არც ისე ადრე იყო 80-იან წლებში იყო თანამედროვე საფრანგეთში ვიცი რომ სიძულვილის გამავრცელებელი საიტების ნახვა არის აკრძალული და ერთი წუთით ამ ადამიანს ჰქონდა ამაზე გარკვეული შეხედულება და სხვათა შორის ძალიან უარყოფითი და გაცილებით უფრო როგორ გითხრა თუნდაც სიძულვილის შემცველი ვიდრე ეს შეიძლება ამ ქვეყანაში ამაზე გამოიხატოს მაგრამ ამას არ შეუძლია ხელი იმისთვის რომ იმ საზოგადოებას სადაც მართლაც დემოკრატიული საზოგადოება ამისთვის არანაირი იარლიკი არ მიეწებებინა არავის ბოდიშის მოხდა არ მოეთხოვა ის ორი ვადით იყო პრეზიდენტი დღეს მოვიდა პრეზიდენტი და რომელმაც ის იყო კაცი რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევას შეუწყო ხელი მაგრამ მას ჰქონდა ეს პოზიცია როგორ იმას აქვს ეს პოზიცია დღეს მოვიდა სხვა პრეზიდენტი ობამა რომელსაც აქვს აბსოლუტურად სხვა მიდგომა მაგრამ ამერიკელ ხალხს არ გაჭირვებია ამ პრეზიდენტის არჩევაც და ესეც მართავს ქვეყანას ხალხო ეს არის დემოკრატია თორე დემოკრატია ის კი არ არის რომ ვიღაცამ განსხვავებული თუნდაც შენგან მიუღებელი თუნდაც არასწორი აზრი გამოთქვას და შენ მიაკერო იარლიკები და თქვას მესმის შენი ორიენტაცია მესმის შენი დამოკიდებულება მაგრამ ჩემსაც ეცი რა პასტივი დიახ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი დანაშაულია ვინ გითხრათ რომ საუბარი დანაშაულია და ნამდვილად დანაშაულია როცა საკუთარ არაჯანსაღ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბრის საშუალებას აძლევ მამათმავას იცით რა არის მოდით იმაზე ხა ჟურნალისტის კვლევებს ნაწერზე ნუ ვისაუბრებ მე ნამდვილად არ მithქვავს რომ ამაზე ლაპარაკი პირისგან რომელსაც ეს პრობლემა აქვს თუ ეს ამაზე პრობლემა ექმნება მე გეუბნები არა მაგას პრობლემა მაგრამ მინდა ისაუბრე მე ვინ საუბარი არავითარ შემთხვევაში არსად არ ვამბობ რომ ეს დანაშაულია საუბარი არა პროპაგანდაზე იყო იქ მხოლოდ საუბარი პროპაგანდა რა წახალისება რა არის ეს წახალისება ტელევიზორზე წამოჭკარა მოდი არა პირდაპირ მაგრამ მოგიყვან კონკრეტულ მაგალითს შეიძლება აი მაგალითად რომ გამოყავთ ადამიანი რომელიც არანაირი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევა თქვათ რაღაც სფეროში არ მინდა დავაკონკრეტო რაღაც სფეროში არანაირი ნიჭით თქვათ მისი პროდუქტი რომელიც მან შექმნა ხა არ მინდა დავაკონკრეტო არ გამოირჩევა არავინ სხვისგან აი სექსუალური ორიენტაციის გამოა საინტერესო ტელევიზია მაგრამ მუდმივად ხდება რომ აი ეს ასეთია გადასარ თუმცა იმისი გაკეთება შეიძლება შეეძლოს 1000-ჯერ უფრო კარგად ნებისმიერ სხვა ადამიანს მაგრამ წახალისება ხდება და მე რო თქვათ ვარ ოჯახის წევრი წახალისება რაშია ადამიანი ნახავს ამას და უია кайყოფილა და ჩავთოთ მაგდა კალანდაძე რომელიც არის ორგანიზაცია იდენტობის წარმომადგენელი მე პროდიუსერს ვთხოვ იქნებ მაგდა გამარჯობა მე მინდა კითხო თქვენ ნანა კაკაბაძის ინტერვიუდან ფრაგმენტის გამო რომელიც ჩვენ გავაცანით მაყურებელს ითხოვთ მისგან ბოდიშის მოხდას და აცხადებთ რომ ეს იყო ჰომოფობიური განცხადება იქნებ დაგვიკონკრეტოთ კიდევ ერთხელ რა პრეტენზიები გაქვთ ქალბატონ ნანასთან კი ბატონო ნანა თავად ხა უსმენდი მის ლაპარაკს და ამბობდა რომ აზრის გამო თუ ეს განსხვავებული აზრია არ შეიძლება ადამიანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იმიტომ რომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება მინდა ნანა საუბრს ეგეთი რაღაცა აზრი გასაგებია ყველას არსებობის უფლება აქვს მაგრამ აზრს აქვს იმის საშუალება რომ შეიცვალოს რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას როცა ადამიანი იბადება გარკვეული სექსუალური იდენტობით ის ამას ვერ შეიცვლის ის არის ასეთი კი ბატონო და როცა თქვენ ამბობთ რომ ამის გამო ალბათ შესაძლებელია რომ ადამიანი ჩავსვათ ციხეში ეს არის ის აზრი რომლის გამოც არ უთქვამს ეგეთი რაღაც არა ალბათ ვთქვიო კი ბატონო შეიძლება არ უთქვამს მე
ეხლა ეს ვერ გავიგე და იყო მნიშვნელოვანი თუ შეიძლება გაიმეორო. იქნებ გაიმეოროთ. თავიდან? დიახ, ეს ალბათ აი ის ფრაგმენტი რომელიც მეც წავიკითხე თქვენ სახსენეთ და არ უთქვამს ნანას რომ ამის გამო ციხეს ჩავსვათ. კი ბატონო, მაშინ დავანებოთ თავი ასავალ-დასავალში რაც დაიწერა და რის გამოც თქვათ სხვა ორგანიზაცია და ჩვენ არა სხვა ორგანიზაცია მოითხოვდა ბოდიშს და მე კონკრეტულად აპელირებას მოვახდენ მის იმ განცხადებებზე, რომლებიც მან ქალბატონმა ნანამ ყოველგვარი მედიატორის საშუალებით გააკეთა იგივე სოციალურ ქსელში. ანუ აქ ლაპარაკი არის თუნდაც პროპაგანდაზე. პროპაგანდას როგორც შალვამ აღნიშნა, ღია პროპაგანდას ამ სიტყვის კლასიკური გაგებით არანაირი ადგილი არ აქვს არასდროს და თვით გამოხატვას თუ ქალბატონი აღნიშნავს. ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ აზრს, ხო? კი ბატონო, რასაკვირველია, თუმცა ამ შემთხვევაში არა მარტო ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ვიღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანების აზრს მათ შორის აგერ ორი აქაც. კი ბატონო, მე გიხსნით უბრალოდ რას ნიშნავს პროპაგანდა, რას ნიშნავს მოწოდება, თუმცა არ ამბობია ახლა. უბრალოდ მითხარით თქვენი აზრი ამასთან. გიხსნით. კი, თუ დამატეთ, კი ბატონო. ადამიანის თვით გამოხატვას, როცა ადამიანი გამოხატავს თავს, ეს არ არის პროპაგანდა და ამის საშუალება თქვენს გაქვთ და აბსოლუტურად აქვს ყველას. რაც შეეხება იმას, როცა თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ჩემი აზრი ამ ადამიანების შესახებ და ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მე აგიხსნით, რომ ამ ადამიანების შესახებ მე ესეთი ფრაზა საერთოდ არ ვთქვა. კი ბატონო, მე გეუბნებით გულისხმობ ამ შემთხვევაში LGBT ჯგუფს, გულისხმობ LGBT თემს, ჰომოსექსუალებს. გონი ამ ადამიანებზე საუბრობდით. და მე ამ შემთხვევაში მათ გულისხმობ. მე ხელისუფლებაზე ვსაუბრობდი და არა ამ ადამიანებზე. ანუ ხელისუფლებაზე საუბრობდით, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება პროპაგანდა? სახალისება? მე ვსაუბრობდი იმაზე და გაგიმეორებთ, რომ რაღაც გარკვეულად თქვენი ცუდად ისმის, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გაგიმარტოთ. და ამის შემდგომ გააკეთოთ თუ შეიძლება. კი, მირჩევნია რომ თქვენგან მოვისმინო პირადად. ადამიანები ასეთი რამისთვის არ უნდა ისჯებოდნენ. კი ბატონო. ისინი არ უნდა თავსდებოდნენ არც ციხეებში, მათზე არ უნდა მიდიოდეს არანაირი ზეწოლები, არანაირი შეურაცხყოფები, მათ უნდა ჰქონდეთ აბსოლუტურად თავისუფლად გამოხატვის უფლება, გადაადგილების უფლება და ნებისმიერი იმ ქმედების უფლება, რაც მათ ფუნდამენტურ უფლებებში შედის. მე ვიხილავ აბსოლუტურად სხვა საკითხს, განყენებულს ამასგან. ანუ მათი უფლებები, რასაც ქვია ადამიანის უფლებები. თქვენ ალბათ გესმით, ხო, რასაც გულისხმობ ამაში? ადამიანის უფლებები, რასაც ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული. მე ვსაუბრობ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც აი ამ ყველაფრის მიღმა დგას და რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ აი ამ ჯგუფის, არამედ ზოგადად ამ ჯგუფისაც და ზოგად პოლიტიკასაც ამ მიმართულებით, ანუ საზოგადოების ორიენტაციის და ამ საზოგადოების მენტალობის მიმართულებით. ხო გესმით ახლა რასაც ვაუბრობ? არა, მე მესმის აბსოლუტურად რასაც ამბობთ, მაგრამ თქვენი თუნდაც ისმოდა და ჩემი კარგად. კი ბატონო, ახლა თუ მე მესმის თქვენი კარგად. ანუ მე არ ვგულისხმობ არც ერთ კონკრეტულ არც ბისექსუალს, არავის აბსოლუტურად. ამ ადამიანებს მე ვგულისხმობ სახელმწიფო პოლიტიკას და არა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გასაგებია? არა, არ არის გასაგები და აგიხსნით რა არ არის გასაგები. მე აპელირებას ვახდენ ამ შემთხვევაში თქვენს ფრაზებზე, რომლებიც თქვენ თავად გაავრცელეთ, რომ ზოგადად ჰომოსექსუალობა თქვენთვის პირადად მიღებული არ არის. თქვენთვის არ არის მიღებული ჩემთვის მე. თქვენთვის კი არა ვარ. კი ბატონო, თქვენზე ლაპარაკ ამ შემთხვევაში ლაპარაკი და ბოდიშის მოხდის მოთხოვნაც იყო თქვენ მიმართ. ამიტომ გიხსნით რატომ და ბოდიშის მოხდა რასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ? დამაცდით ქალბატონო ნანა მაშინ აგიხსნით. ცოტა ისე კაცად მეტი. მოკლედ რომ ეთერი აგებ LGBT აგებ. გიხსნით თქვენ, ანუ თქვენ ამბობთ რომ რაღაც ქცევა ადამიანების არის თქვენთვის მიუღებელი. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სექსუალური იდენტობა და ორიენტაცია მე თუ ვერ გაგებინებთ. თქვენ თუ ვერ გაიგეთ მე რაზე ვსაუბრობთ. თქვენ ახლა მეუბნებით რომ რაღაც ქცევა ადამიანების არის მიუღებელი და სულ მცირე ორი ადამიანი ისმენს ახლა და იტყვის რომ მე ეს არ მithქვამს. აი აქ ამ ეთერში მე ეს არ მithქვას. მათი ქცევები არის მათი უფლება. კი ბატონო. მათი გადაწყვეტილებები არის მათი უფლება. ქალბატონი, მაგრამ უხს რომ ხდება ამ ახალისებაო და პროპაგანდაო პოლიტიკაზე და მის პროპაგანდაზეა საუბარი და არა დამამთავრებინეთ, იმიტომ რომ თქვენ ისევ თავიდან დაიწყეთ და ისევ იგივეს იმეორებთ, რაც მე აგიხსენით, რომ ამ ადამიანს რამდენი წელს ახარ გენეცვალეთ თქვენ? ძალიან გთხოვთ ასაკზე აპელირება არ მინდა. არა, მე რატომ მინდა გითხრათ, იცი, მე როგორც გიყურებ, თქვენი ასაკის
მე სტაჟი მაქვს ამ სფეროში მუშაობის. ამიტომ, როდესაც თქვენ რაღაცას მენტორული ტონით მეუბნები, რომ შენ ამაზე ბოდიში მოიხადე ან რაღაცა, ჯერ უნდა გაიგო რასია საუბარი და კიდევ გიმეორებ, რომ ეს ტონი და ეს საუბარი. იცით მე მეგონა ჩვენ დავტოვეთ ძალიან შორეულ წელს და ძალიან მაგდა რამდენიმე წუთი გავწევ. ამიტომ მე ლაპარაკეთ იმაზე, რაც მე თქვი და არა იმაზე, რასაც თქვენ ფიქრობთ. და მონოლოგის რეჟიმში 2 წუთში ჩამოაყალიბოს რა უნდა. გისმენთ მაგდა. მადლობა შალვა. ეხლა ვარ შალვა, ხო? მადლობა შალვა. საქმე არის რაში? ბოდიშის მოხდის მოთხოვნა გავრცელდა, ეს იყო გუშინ გავრცელებული და გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ქალბატონი ნანას განცხადებები სოციალური ქსელით. ნანამ რაც ეხლა აქ ილაპარაკა, ამის გადაკეთება, გადმოკეთებას მე არ დავიწყებ, მე ეს მოვისმინე ეხლა ეთერში შემოვედი 9 საათის წინ და შესაბამისად მე აპელაციას ვახდენ იმ ტექსტზე, რომელიც ნანამ გავრცელა თვითონ. ტექსტში ნანა წერს რომ კი ბატონო, ნანა წერს რომ მისთვის ჰომოსექსუალობა არის მიუღებელი და ეს ადამიანები მისგან არიან გაყენებულები და ისევე როგორც ჰომოსექსუალობაა მიუღებელი, თორე ჰომოსექსუალი კი არ არის მიუღებელი. თქვენ ტერმინებში გაერკვიეთ და ისე ტერმინებს მე აღიხსნით. ჩემთვის არის ეს მიუღებელი, თორე ადამიანი კი არ არის ამის ეს ადამიანი კი არ არის მიუღებელი. არ არის რომ ვიღაცისთვის მიუღებელია. ეს რას მელაპარაკებით? თქვენ გაერკვიეთ ტერმინებში. უკაცრავად, მაინტერესებს ეს ჰომოფობიაა, მაგდა როცა ვიღაც ამბობს რომ ჩემთვის ჰომოსექსუალობა მიუღებელია, ჰომოფობიაა? ეს ჰომოფობიაა შალვა, როცა ამბობს რომ ჰომოსექსუალობა მე არ ვაპირებ ახლა ამ თემებზე პასუხის გაცემას, ეს ადამიანის იდენტობა, ადამიანი ეგეთი იბადება, ადამიანი ამით ცხოვრობს. კი ბატონო, ქალბატონო ნანა, თქვენ ახსენეთ, რომ ადამიანი ისევე როგორც ვიღაცის პოლიტიკური შეხედულება შეიძლება იყოს თქვენთვის მიუღებელი, ანალოგიურად შეიძლება იყოს თქვენთვის მიუღებელი ვიღაცის სექსუალური ორიენტაცია. მინდა გითხრათ, რომ ეს თავად ვიყავთ აქეთკენ, რომ ეს არ არის ქცევა, ეს არის ადამიანის ისეთივე ნიშან-თვისება, როგორიც არის მისი რასა, ის არის მისი გენდერული იდენტობა და ამის გამო არ შეიძლება ის გარიყო შენგან და თქვა ხმამაღლა, რომ ეს არის მიუღებელი შენთვის. ჰეიტ სპიჩია. არა? ეს არის სიძულვილის ენა. არ არის? ეს არის სიძულვილის კარგი. იცით რა არის? ამ ტერმინებს, როდესაც ხმარობთ, ძალიან გასაგებია, მაგდა, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, ამიტომ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. ეს რომ ეთქვა, რომ ეს იყო სიძულვილის ენა, თორე ამის იქით რა ხდებოდა, რა ინტერესებს. ერთი წუთი შენ ჰომოსექსუალი ჩემთვის არ მიუღებელი. ანუ შენ იცი რას ამბობ, რაღაცნაირად სხვა ხარისხოვან ადამიანებთან ათავსებ. შენგან რიხავ და იგი. ანუ თქვენთვის ისინი არიან გადახრილები, ასე ვთქვათ, ნორმისგან. ჩემთვის ბალეტის ცეკვა არის მიუღებელი. რა, ეგრე არ არის. დემაგოგია. იმიტომ კი არა, ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ ანანიაში როცა. არა, ერთი წუთი მე იმას. შენ გინდა და გეთქვა რომ შენთვის მიუღებელი, რომ შენ არა ხარ ჰომოსექსუალი. მაგრამ ჩემთვის არის მიუღებელი. ჩემთვის მე არ მინდა რომ ვიყო ასეთი. არ მინდა რომ არა ხარ, ამასაკში აღარც იქნები. არა, ერთი წუთი შავა არ მინდა. მოხუმრობ რა ამ თემაზე, იმიტომ აბა არ გინდა იყო რას ნიშნავს ეს? გაგრამე ის საშინელება? ხო არა გაგრას კიდე არას ნიშნავს. არ გინდა იყო რა? ჩემთვის არ არის ეს მისაღები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პატივისცემა. ისევე როგორც ორიენტაცია. ბოდიში ვერ გავიგე. შეიძლება გქონდეს სხვა პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც შეძენილია და ეს თანდაყოლია. სხვა რამეს ვიცახი, იმიტომ რომ მან გააკეთა ეს პოლიტიკური პარტიებთან აპელირება და ამიტომ კიდევ ჩემთვის შეიძლება შენი პოლიტიკური ორიენტაცია არ იყოს მისაღები. არის მიუღებელი, მაგრამ ეს როგორც ნორმიდან გადახრა და როგორც ავადმყოფობა. ერთი როგორ გეკატრებათ მე გეუბნები როგორც უფლება დამცველისგან იკითხება სხვანაირად ეს განცხადებები. არანაირად არ იკითხება სხვანაირად. ვისაც კითხვა და წერა შეუძლია და შინაარსის გაგება შეუძლია, ძალიან გასაგებად მე გავაკეთე ეს განცხადება და ძალიან გასაგებად წერია იქ ის რაც უნდა ადამიანმა წაიკითხოს. ოღონდ რისი გაგება უნდა და რატომ უნდა ამისი გაგება? რა ქვენა მიზნები აქვს კიდე ადამიანმა მაგერ გამოხატა რომ ეს არის სიძულვილის სად იყო სიძულვილი? არა, იცი რა. როდესაც მე ვიძახი რომ მე ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ დანაშაულია. და მე მეკნება ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია, მაგალითად პრო რაღაცა არ მინდა ვთქვან, პრო რუსული, პრო დავშავური ორიენტაცია. ჩვეულებრივ დაიცავ ასეთი ორიენტაციის მქონე ადამიანს, გეკნება ურთიერთობა, მეგობრობა. არა, დავიცავ, მე ვიცავ ამ ადამიანს. და გეკნება ურთიერთობა და არ გარიხავ და რა თქმა უნდა, ეს არის შენ არ მოგწონს საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მე არ მოგწონს და არ
ამისი თავს მოხვევა საზოგადოება. არა, ერთი წუთით. ხდება თუ არ ხდება, ამას საზოგადოება აფასებს, მაგრამ შენ არ ახარ ამის შემსაფასებელი, მე არა ვარ, შენი აზრი გაქვს, მე ჩემი აზრი გაქვს და საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი აქვს. ჩვენ აზრებზე ვილაპარაკოთ, შალვა, და ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ, რომ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც შენ ეთერში, სუბიექტურაში ადამიანი გეუბნება, რომ ეს არის, არა, შენ გეუბნება, რომ ეს არის სიძულვილის ენა, როცა იძახი, რომ ეს ჩემთვის გეუბნები ამერიკის პრეზიდენტი, გაცილებით, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში და იქ არ მიუციათ ეს შეფასებები პირიქით. აიჩეს 80 წლების მერე ბევრი რამე შეიძლება ამერიკაში. 80-იანი წლები რა შუაშია? რეიგანი 80-იანი. დღესაც ეს მისი არის აბედოს როგორ გეკადრება? ესე იგი შენ ფიქრობ, რომ ის რასაც ის ფიქრობდა იმ პერიოდში იყო 80-იანში მოსულა და ეხლა განვითარდა იმის მერე წავიდა წინ თუ სადღაც წავიდა განვითარდა. გეუბნები ეგრეა თქო. ეხლა რეიგანის ლექსიკით ვეღარ ილაპარაკებს. ამერიკის პრეზიდენტი ვეღარ. რატო ვერ ილაპარაკებს? იმიტომ რომ ის სტანდარტები ვითარდება სტანდარტები რაღაც. შენ ვის უწესებ როგორ უნდა შენ ნინია კაკაბაძესავით აწესებ. შენ ეს უნდა თქვა, შენ ეს უნდა. კი არ ვუწესებ. მიღებული წესია ესეთი რომ სტანდარტები დაიხვეწა სტანდარტები ჩვენი გადაცემა. მე დაზარავდა ამასთან დაკავშირებით ის დაზარალებული მომართავს და მეტყვის რომ განა იცით რა. თქვენმა ამან დამაზარალა მე და ეს იყო საქართველოს არის ჰომოფობიური საზოგადოება არის საქართველოში ანუ დაზარალების ის რომ ვიღაცა შეიძლება ამის გამო დაზარალდეს ამის წახალისება ხომ არ იყო თქვენი არითი ისაზღვრება თქვენი ცით კი როგორ არა აბა მითხარით როგორც კი ნუ ეხა იტყვი რომ ეს ისაზღვრება ძალადობრივი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტების ოდენობით კი ეხა მე შენ სხვა მეორეს გეტყვი ჩემთან 2 დღის წინ იყო აი ამ იდენტობის არა მეორე ორგანიზაციის LGBT-ს წარმომადგენელი და არა, არ ვიკამათეთ ის მოვიდა. 5-ში პრეზენტაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მინდა და მე ვკითხე, რამდენი ხანია არსებობს წელიწად ნახევარი, რამდენი кейსი გაქვთ განხილული, არც ერთი. ანუ არც ერთი არ არის ჰომოფობიის საზოგადოება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ეს არ არის ხელოვნური. ეხლა მე რის ეშინია, მე იცი რამდენმა მოპაპა იკითხა წელიწად ნახევრის განმავლობაში გაუპატიურების ფაქტზე? რამდენმა მოპაპა? ათეულობით ადამიანმა მომაგე. დიდი მადლობა, ნანა კაკაბაძე იყო ჩვენი განცემის სტუმარი. იმაზე არ ეშინია და ამაზე ეშინია რა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ორშაბათს შევხვდებით ერთად. კარგად ორშაბათამდე ბედნიერ შაფათკვირას გისურვებთ.